სულხან საბა ორბელიანი. გლეხი და სამი გველი. ტექსტი ნათარგმნია ხელოვნური ინტელექტის მიერ. ერთი კაცი ყანას მგიდა. ნახა, ორი გველი თამაშობდა. ერთმა გველმა მეორე დააწვინა, გარშემო წრეს შემოავლო და წავიდა. მივიდა მესამე გველი. დაინახა, წრის შიგნით ერთი გველი წებს წრი ამოშალა, შეიკრუნჩხა, წრეში ჩახტა. გველი მოკლა, უკან გადახტა და წავიდა. მოვიდა მეორე გველი და თავისი ტოლი გველი მოკლული ნახა. კაცს ცხენისათვის ბალახი დაეთიბა და კონად შეეკრა. გველი შიგნით შეძურა და დაიმალა. როცა კაცმა მუშაობა დაამთავრა, თივა აიკიდა და შინ წაიღო. ამე გველი გამოძვრა. ჯამჭურჭელი სულ დაუშხამა და თივაშივე დაიმალა. მეორე დღეს კაცმა გველების ამბავით ცოლს უამბო. როცა გველმა კაცის უდანაშაულობა გაიგო, გამოძვრა და რაც გესლით ჭურჭელი დააშხამა, სულ ჩამოყარა, დაამტრია და წავიდა. ცოლ-ქმარი მიხვდა რომ გველიდან მოჰყოლოდათ, უდანაშაულობისთვის ჭურჭლის დაშხამა ეცნობებინა და წასულიყო.